აბა გავიარე. კარგი. პირველი კითხვა, ანუ წინასაარჩევნო დაპირება ამ ჩალაბისთვის დაარჩენი. მე უკვე გეკითხებით, რამდენ პოპულარულია პარტია სამგრელოს და პარტია. და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ მიმართულებით, როგორია თქვენი პროგნოზით, ანუ პარტიის რეიტინგი რაიონში. მე გადავდივარ თქვენ აქტიურად დაგიხსენენ ამ მომჩელებთან ხვდებით, დღეში რამდენიმე სოფელში ჩადიხართ მათთან და ყველაზე მეტად რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი თქვენთან საუბარში, აი რა პრობლემების წინაშე დგას რაიონის მოსახლეობა. ამაზე ვისაუბროთ თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელად ამ არჩევნების ობიექტურობა და შეძლებს თუ არა მოგეხსენებათ, რომ ჩანს რეგიონში და რაიონში ყველაზე მეტად ჩამოდია დამკვირვებლები, აი თუნდაც აირაიდან, ენთიაიდან და ხო. ეს პროცესის გაკონტროლებას ამჟამად შეძლებენ ისინი და თქვენი რაღაცა სპეციალური ღონისძიებები ატარებენ, რომ აი მაგალითად როგორც დამკვირვებელი ისე პარტიას. თუ არ თქვა ეს აი თქვენი აზრით რამდენად მოსალოდნელია პროფილაქტიკურ ღონისძიებას ატარებს პარტია. აი პარტიის მხრიდან ამ თემაზე, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხოლოდ კონტროლებენ ამ სიტუაციას. პროცესებს. მოსყიდი და რაღაცა, მაგრამ ჩვენ პრევენციულად რა უნდა გავაკეთოთ? პარტია რა უნდა გააკეთოს? სესები უნდა დაიწყოს. ხო, აი პრევენციული რა. ხო, აი მაგალითად პარტიის მხრიდან პარტიას ხოხოს აი მაგალითად ხარდამჭერები, ხო. აი ესენი რო იყვნენ ამ პროცესებში თავისთავად იწვით, რომ ალბათ ჩართულები არიან და როგორც დამკვირვებლები ისე თქვენ გყავთ პარტიას, რომ აი რო არ მოხდეს გაყალბება, ანუ მაგალითად კორცხოში რაც მოხდა. თავნა ერთი წუთი. ხო, კიდე არა. გადავშესმდა? მე კიდე მაგალითად არა მეტი არ გავუშვათ. აქ გავხსენებთ და ვისაუბროთ კორცხელის თემაზე თავისთავად და ჯიხაშკარის ინციდენტზე, ალბათ აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია და შესაბამისად და ამაზე თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს თავისთავად და წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებები ვისთვის არის მეტად საზიანო თავისთავად ვინც ამას ახორციელებს, ხო? კარგი, ну სულ ეს არის და წინასაარჩევნო დაპირებაზე და მოსახლეობაზე შეხვედრებზე მე გავიკეთებ ამას. Espero că ai căutat să კითხვები იქნება? Facebook-ზე. მენელის გარდა. Facebook-ზე. მე როგორ გავიგე? მე მოგახსენე. მოგესალმებით, დღეს დავიწყოთ გადაცემა და ციკ საარჩევნო თემატიკაზე.